Ელექტრონიკას დღეს თბილისის საავადმყოფოებში საგანგაშო მდგომარეობა დახვდა. სასიცოცხლო მნიშვნელობის ბანკი ცარიელია, ექიმები პაციენტებისათვის სისხლის დონორებს ვერ პოულობენ. განსაკუთრებით რთულია იმ კატეგორიის სისხლის მოძიება, რომელსაც შენახვის მცირე ვადა აქვს. ჯანდაცვის სამინისტროში დონორთა დეფიციტზე საუბრობენ. ნებაყოფლობით სისხლის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა შესაძლოა სავალალო შედეგი დასრულდეს. ეს არ არის საკმარისი, რომ ყველას იყოს ეს სისხლი. იაშვილის სახელობის კლინიკას სისხლის ბანკში არსებული რეზერვი შესაძლოა დღის ბოლომდეც არ იყოს. თუ სამკურნალო დაწესებულებაში დღეს ერთდროულად რამდენიმე მძიმე პაციენტი შევა, საავადმყოფოში სისხლის დეფიციტი იქნება და საუკეთესო შემთხვევაში ავადმყოფის გადასარჩენად სისხლის მისი ნათესავი გაიღებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს დონორობას თავად ექიმები უწევენ. ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი რაოდენობით ერითმასა, ტრომბომასა, სისხლის პლაზმა და მხოლოდ პაციენტების მშობლები ვერ აუდიან ამ რაოდენობით სისხლის კომპონენტების ჩაბარებას. სისხლის ბანკებში დეფიციტია ქვეყანაში, სისხლის მარაგი თითქმის არ არსებობს. სამი კატეგორიიდან ყველაზე მოხმარებადი ტრომბომასა და ერითრომასაა. აქედან ორივე შენახვის ვადა იმდენად მცირეა, რომ წინასწარი დაფასოება არ ხდება და ძირითადად ცოცხალ დონორს საჭიროებს. სისხლის ბანკებში დეფიციტის მიზეზიც სწორედ დონორების არარსებობაა. 15-17% შემოტანა გვიწევს სხვა სადგურებიდან. დონაციების რაოდენობა არის რეალურად მოთხოვნასთან უფრო ნაკლები. დღეს არსებულ მოთხოვნას თბილისში არსებული სისხლის ბანკები მაქსიმალურად ვერ უზრუნველყოფენ. არსებობს დონორთა ორი კატეგორია, პირველ შემთხვევაში მსურველი სისხლს უანგაროდ გასცემს, თუმცა დონორთა სიმცირეს იმ დაწესებულებებშიც უჩივიან, სადაც ეს პროცესი ანაზღაურებადია. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემა მოქალაქეთა ცნობიერებაშია. მოსახლეობა ძირითადად აბარებს ის მაშინ, როცა თვითონ შეექმნება პრობლემა. ნებისმიერმა ჯანმრთელმა მოქალაქემ წელიწადში ერთხელ ჩვევათ რომ გაიხადოს, რომ ჩააბაროს, გაიღოს სისხლი, ფაქტიურად პრობლემა იქნება გადაჭრილი. დეფიციტური შესაძლოა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ჯგუფის სისხლი გახდეს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც სისხლის ბანკები ვერ ახერხებენ. ამ შემთხვევაში უკვე მედიატორის როლს ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს და დეფიციტის შევსებას ფასიანი დონორების სისხლით ცდილობს. ყველა სისხლის ბანკმა იწმინდა გითხრათ თუ იცის ჩვენი 24 საათიანი ტელეფონი, ჩვენი სამსახური აძლევს ამ მიმართულებას, თუ საიდან შეიძლება საჭირო ჯგუფის სისხლის მიღება. პროცენტული მაჩვენებელით წელიწადში 30,000-მდე დონაცია ხდება. პრობლემის მოსახსნელად კი ეს ციფრი მინიმუმ 45,000-ს უნდა შეადგენდეს. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მოგვარებადია. ერთხელ გაღებული სისხლი და ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. მთავარია მოქალაქეებმა ეს პრინციპი გაიზიარონ.